სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა, წარმოგიდგენთ გადაცემა კვირის რეპორტაჟს საღამო მშვიდობისა. რამდენად შერჩევითია სამართალი საქართველოში. დანაშაული, რომლისთვისაც რიგითი მოქალაქეები, განსაკუთრებით ხელისუფლების მოწინააღმდეგეები მკაცრად ისჩებიან. მაღალჩინოსნებზე კი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის კანონი არ მოქმედებს. ზუსტად ერთი კვირის წინ რუსთავში პოლიციამ სახალხო კრებისა და მოძრაობა არას აქტივისტები დააკავა. გაჩნდა ეჭვი, რომ ინციდენტი, რომელიც ახალგაზრდების საპროტესტო აქციაზე მოხდა, თავად სამართალდამცველების მიერ იყო ინსპირირებული. ნახეთ, როგორ იქცევა რეფორმირებული ქართული პოლიცია მაშინ, როცა ისინი ვიდეო კამერებს ვერ ამჩნევენ. იურისტი ლია მუხაშავრია ინტერნეტში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოხუმის საკალათბურთო გუნდების დაპირისპირებას უყურებს, ოღონდ არა სპორტული ინტერესის გამო. ლია მუხაშავრიას ჩვენი ინციდენტის შეფასება ვთხოვეთ, რომელიც ამ მატჩის დროს საკალათბურთო მოედანზე მოხდა. თამაშის მიმდინარეობით უკმაყოფილო ერთ-ერთმა კალათბურთელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდიდან ფსაჩ ქალბატონს სახეში თავი ჩაარტყა. დარბაზში არეულობა დაიწყო. სწორედ ამ დროს მაყურებლების ტრიბუნიდან მოედანზე გადის საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი გეგეჭკორი, მაგრამ არა დარბაზის დასაშოშმინებლად. ის ჩხუბში ერთვება და დაცვის პოლიციელს, რომელმაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული გეგეჭკორი სავარაუდოდ ვერ იცნო, ხელს ურტყამს. იკვეთება, რომ ამ ადამიანს ფსიქიკური მდგომარეობა, ფსიქიკური წონასწორობა დარღვეული აქვს და ის ავადმყოფურად იქცევა უბრალოდ. ფსიქიატრი და ფსიქოლოგი დასვავდა ასეთ დიაგნოზს, რომ მას ესაჭიროება დახმარება, იმიტომ რომ ის აქციები, რასაც ის ჩადის, აშკარად კრიმინალია. ეს არ არის კერძო პირის ქმედება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ გეგეჭკორი იქ მისული იყო სპორტული მატჩის სანახავად, როდესაც უწესრიგობა იწყება, მას ეკარგება, ასე ვთქვათ, თავისუფალი მოქალაქის სტატუსი, ეს ვალდებული ხდება, გარდაიქმნას პოლიციელად და განახორციელოს თავისი მოვალეობა. ამ ინციდენტიდან ერთი კვირაა გასული. ჩვენ დავინტერესდით, დაიწყო თუ არა მოკვლევა ამ ფაქტის ირგვლივ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დაისაჯა თუ არა მაღალჩინოსანი პოლიციელი, რომელმაც სულ ცოტა წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გვეუბნება, რომ გეგეჭკორს ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. არაფერი არ დაუშვებია, ხო, არ შეიძლება გაუწყავს და არ უწყობია და არაფერი დაუშვებია და არც ვიდეოზე ეს არ ჩანს. ამ უწყების ინტერესებში უნდა იყოს პირველ რიგში, რომ მათი თანამშრომლები და მაღალი რანგის ოფიცრები განსაკუთრებით იყვნენ სანიმუშოები. ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და თუკი ამ ქვეყნის პირველი პირი ამაყობს იმით, რომ ჩვენი პოლიცია არის წარმატებული რეფორმის პირმშო, ჩვენც გვინდა, რომ ეს პოლიცია მარტო გუშინ და გუშინ წინ კი არ იყოს წარმატებული, არამედ ხვალაც და ზეგაც. 2 წლის წინ არავის დაუსჯია ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძეც, რომელიც ბოლნისის სტადიონზე ფეხბურთის მატჩის დროს მსაჯებს პირდაპირ მოედანზე გაუვარდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტის ამსახველი ფოტომასალა დღესაც არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერც ეს წვრილმანი ხულიგნობა შეამჩნია და კირკიტაძე ამგვარი საქციელისთვის კანონს არ დაუსჯია. რეპორტაჟს, რომელიც ჩვენ მაშინ მოვამზადეთ, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ბოლნისთან დაკავშირებით ერთი კომენტარი. აი რაც მოხდა ინციდენტი იმასთან დაკავშირებით. 10 წუთში გვეტყვი, 10 წუთში დავბრუნდები. თუმცა საქართველოში სხვაგვარადაც ხდება. მაგალითად, თუ მსაჯს ფეხბურთელები ეკამათებიან, ზოგჯერ მათ პოლიცია იჭერს და სასამართლოში გადაჰყავს. ამგვარი რამ ცოტა ხნის წინ ოლიმპიის ფეხბურთელებს შეემთხვათ. ეროვნული ჩემპიონატის 31 ტურის მატჩში რუსთავის ოლიმპსა და ზესტაფონს შორის მომხდარი ინციდენტისა და მსაჯის გინების გამო მასპინძელი გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე და ფეხბურთელი ლუკა რაზმაძე რუსთავის პოლიციამ დააკავა. განყოფილებიდან ფეხბურთელები მხოლოდ საღამოს გამოუშვეს. როგორც მათ პოლიციაში განუმარტეს, ზესტაფონთან შეხვედრაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გინების გამო აღნიშნულ ფაქტზე საჩივარი შევიდა და ამის შემდეგ მოხდა ფეხბურთელების დაკავება. Quantilari საგვაჯარი მას და დანარჩენი დავზით თამაში ყველა იქ რო არ ესახმებოდა საგვაჯარი მას ხო კარგად დანარჩენი ეკითხება. სოფლიოში არ მომხდარა ეგეთი რამე არ მომხდარა. ალბათ რო შეძლებოდა დამსხვერპლად.
შერჩევითი სამართალი არა მხოლოდ სტადიონებზე და საკალათბურთო მოედნებზე ვრცელდება. პოლიციამ, რომლის მაღალჩინოსანი ხულიგნობისთვის არ ისჯება, შესაძლებელია ადამიანი იმ დანაშაულისთვის დააკავოს, რომელიც მას არ ჩაუდენია. მოქალაქეს ამ შემთხვევაში ვერც მოწმეუშველის და ვერც ვიდეო მასალა თუ ასეთი მოულოდნელად აღმოჩნდა. ფრაგმენტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებიდან. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ მაღარაშვილი, სულაქველიძე, ნაკაშიძე, თედორაძე, ლაპიაშვილი 2011 წლის 7 მაისს რუსთავში დონეცკელ მეტალურგთა ქუჩაზე მდებარე ნომერ 7 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იგინებოდნენ ხმამაღლა. შეურაცხმყოფელი სიტყვებით არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს. პოლიციელთა არაერთგზის მოთხოვნაზე შეეწყვიტათ უკანონო ქმედება, გახდნენ უფრო აგრესიულნი, ბოროტად არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას და ვინაიდან პოლიციის თანამშრომელთა მიერ ამოწურულ იქნა ყველა სხვა ზომა, მოხდა მათი დაკავება. სრული უაზრობის გულის, ესენი არიან კრიმინალები, დამნაშავეები და ბოროტა მოქმედები. ეს დადგენილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ 7 მაისს გამოიტანა. რუსთავის პოლიციის მთავარის სამმართველოს პირველი ქვეგანყოფილების უფროსის სახლთან გამართულ აქციაზე, მაშინ აქციის 12 მონაწილე დააკავეს. მათ შორის 3-ს 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრეს, დანარჩენს კი 30, 15 და 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. მანამდე კი მოვლენები რუსთავში ასე ვითარდებოდა. ეს ადამიანები სახალხო კრების ახალგაზრდული ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია არას წარმომადგენლები არიან, რომლებმაც რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახლთან აქციის ჩატარება გადაწყვიტეს. პროტესტის სახელწოდებით ამ ხილი ჯალათი საკმაოდ ხანმოკლე და არც თუ ხალხმრავალი იყო. პოლიციელის სახლთან მხოლოდ 20-მდე ახალგაზრდა მივიდა. ნარკოტიკული საშუალებების ჩადება სხვადასხვა პიროვნების გამოვიდნენ სიტყვით, გააკრეს სტიკერები და ის იყო დაშლას აპირებდნენ მოულოდნელად აქციის მონაწილეებთან უცხო ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა. კადრებში კარგად ჩანს, რომ ის აქციის მონაწილეებს არ ეკონტაქტება. თავზე ქუდი ახურავს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ სახე შეუმჩნეველი დარჩეს. მისი გამოჩენიდან რამდენიმე წამში იქვე პოლიციის მანქანაც გაჩერდა, საიდანაც 2 ქალბატონი პოლიციელი გადმოვიდა. ერთ-ერთს უცნობმა ახალგაზრდამ ხელი გაარტყა და გაიქცა. კადრებში ისიც ჩანს, რომ სამართალდამცველები მას არ აკავებენ და გაქცევის საშუალებას აძლევენ. აგერ სადღაც აი აქ ვიდექით ზუსტად. აი ამ გარაჟთან რა. ამ სურათის აღდგენას ჩვენ მოგვიანებით აქციის მონაწილეებთან ერთად იგივე ადგილას შევეცადეთ. უპასუხოდ რჩება კითხვა, როგორ გაექცა რეფორმირებულ ქართულ პოლიციას ერთი უბრალო დამნაშავე ჩიხიდან, როცა მთელი შენობა სამართალდამცველების მიერ ბლოკირებული იყო. აი ეგ იდგა ძალიან ბევრი პოლიციის მანქანა. გნებავთ საპატრულოს ეკიპაჟები, გნებავთ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მანქანები და გაიქცა ეგრევე მაგათკენ. აი მე რაც დავინახე, რაც შევამჩნიე ეგ. კი ბატონო, გაატარეს. აშკარად ის ეკნეს რომ კალიდორი გაუკეთეს და გაუშვეს. აი ასე ნელ-ნელა პოლიციით გაივსო ის, შემოერივნენ ჩვენში. ზუსტად ჩემთან ერთი ქალბატონი მოვიდა და ასეთ რაღაცას მეუნება. პოლიციელი ქალბატონი, დაწყნარდით ქალბატონოო და სანამ აი პასუხი გავეცი, რა გვაქვს დასაწყნარებელი მშვენივრად მშვიდად ვართ მეთქი. უცაბედა დაიყვანეს ხალხი, მოგვთათეს და წაიყვანეს. რალი დაგვრჩეს საზოგადოების წესრიგის დარღვევაში. კერძოდ თურმე акციის დროს ვიგინებოდით ხმამაღლა. პოლიციელზე ხელის გარჩენაზე არაფერი საუბარი არ ყოფილა. არ დაუკითხავთ ვინ დაარტყა პოლიციელს ხელი თუ დაინახეთ. არანაირი მას. არა. ასეთ კითხვები არ ყოფილა, საერთოდ ის პიროვნება არ უხსენებია. თანამშრომლები არიან ჩვენი დამცველები. ამ ადამიანის გაქცევიდან რამდენიმე წამში დონეცკელ მეტალურგთა ქუჩაზე პოლიციის ავტომანქანებისა და თავად სამართალდამცველების რიცხვმა 1 ორად იმატა. აქციაზე სიჩუმე ჩამოვარდა. დაიწყო დაკავება, რასაც თან ახლდა პოლიციის შეძახილები, მოიგინებით, თუმცა გინების ხმა ვიდეო მასალაში არ ისმის. თუ კი
კი მოსამართლემ ჩათვალა, რომ დარღვევა იყო, აი რის მიხედვით განასხვავა ეს ამ პირთა ქმედებები ერთმანეთისგან. რატომ დაუშვათ თედორაძეს 30 დღე და დაუშვათ სხვას დანარჩენებს 7 ან 15, ხო? ესეც მე ვფიქრობ იყო რაღაცა მიკერძოების გამოვლინება, ვინაიდან თედორაძე მაგალითად პროცესზე ღიად დააფიქსირა, როგორ ემუქრებოდა პოლიციის უფროსი. როდესაც მიიყვანეს ის პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ როგორც განაცხადა, დაემუქრა პოლიციელი და უთხრა, რომ შენ თუ არ გაჩერდები და გააგრძელებ ასეთ ქმედებებს, შენ მოგიკლავ მშობლებს და შემდგომ შენი ხელით დაგამარხვინებ, ეს იყო მისი სიტყვები და შენც მიგაყოლებ ზედ. ანუ პირდაპირი მუქარა იყო სიცოცხლის მოსპობის. პოლიციელი ვისაღთანაც ახალგაზრდების აქცია გაიმართა ვალერი დუღაშვილია. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები გვეუბნებიან, ის განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა და ხშირად დაკავებულებს ნარკოტიკს და იარაღს უდებს. ჩვენ რუსთავის პირველ ქვეგანყოფილებასთან მივდივართ და ვცდილობ დავადგინოთ, მართლაც დაემუქრა თუ არა დაკავებულს, მაგრამ დუღაშვილი გაქცევას ამჯობინებს. ბატონო ვალერი, ერთი წუთით თუ შეიძლება. ერთი წუთით, ბატონო ვალერი, თუ შეიძლება. რუსთავში გამართულ სასამართლო პროცესზე არავის უხსენებია ადამიანი, ვინც პოლიციელ ქალს გაარტყა. მისი პიროვნების დადგენა არც კი უცდიათ. ამიტომ ჩვენ ვეხმარებით პოლიციას და ამ ადამიანის ფოტოებს ვთავაზობთ. მასზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იმედია სამართალდამცველები არ დააყოვნებენ და ფოტოსურათით არც მოძებნა გაუჭირდებათ. თუ რა თქმა უნდა, ეს ადამიანი მათ ოპოზიციის მომდევნო აქციაზე შესაგზავნად არ ჭირდებათ. დანარჩენი წვრილმანი ხულიგნობის ვიდეომასალისა და ფოტოების მოძიება კი ძალოვანებს ინტერნეტში შეუძლიათ. თუმცა სავარაუდოდ არც ამ მაღალჩინოსნებზე დაიწყება ძიება, რადგან ხელისუფლებას ისინი მომავალი აქციებისთვის თუ არა, არჩევნებისთვის მაინც აუცილებლად დაჭირდება. მთავრობის მიერ გამოცხადებული, დაწყებული, დაკონსერვებული და მიტოვებული მეგა ბიზნეს მშენებლობები. მთავრობა ინვესტორების ერთ ნაწილს, რომელთაც ვალდებულებები ვერ შეასრულეს, სასათბურე პირობებს უქმნის. მისთვის არასასურველ ბიზნესმენებს კი ფონების ჩამორთმევით ემუქრება. ანა გოჩაშვილი მოგიყვებათ, რამდენად ადვილია ბიზნესის კეთება საქართველოში. წითელი ხალიჩა, წითელი ღვინო, 15 მერკური, ბევრი ნაცნობი და ცოტა უცნობი სახე. ასეთი იყო პირველი ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების ანტურაჟი. იდეა მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა და მომხიბვლელ წევრს ეკუთვნოდა, რომელიც საზოგადოების წინაშე ახალი კაბითა და ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა. 29 წლის ვერონიკა ქობალიას გარდა აქ თითქმის მთელი მთავრობა, ბიზნეს ელიტა, სახელისუფლო მედია და შოუ ბიზნესი იყო. მათ შორის ქართული ბიზნესის კლასიკა თემურ ჭყონია, რომელსაც მოგვიანებით პრეზიდენტი სააკაშვილი დინოზავრს უწოდებს. კობა ნაყოფია შეთავსებით ბიზნესმენი და პარლამენტარი, ჰოლივუდის ბლოკბასტერის აგვისტოს 5 დღის დამფინანსებელი, ვიცე-სპიკერი და ბიზნესვუმენი რუსუდან კერვალიშვილი, სკანდალურად ცნობილი ცენტრპოინტისა და დექსუსის სახე. სააკაშვილის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი, გიორგი არველაძე და მიხო სვიმონიშვილი, რომლებიც დღეს ბიზნესმენები არიან, ელიტა, რომელიც ფსონს მხოლოდ გამარჯვებულს ედებს. და მე მინდა მოვულოცო და მადლობა უთხრა ვერას ამ ინოვაციურ მიდგომისთვის. მინისტრს ჩვენი ბიზნესმენზე ვეკითხებით, რომელსაც სახელმწიფოსთან სერიოზული პრობლემები აქვს და ბუნებრივი არც გალა დაჯილდოებაზე იმყოფება. ჩვენ მუშაობთ ყოველდღიურად იმაზე, რომ მივცეთ საშუალება კიდევ უფრო მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ყოველდღიურად წარმატებულად იმუშაოს საქართველოში. დიდი მადლობა. კახიკალაძე თავისი ბიზნესით რა მოხდა სახელმწიფოსა და კახიკალაძეს შორის თუ იცი? შეგიძლიათ ვიპასუხოთ? ყველაზე გრანდიოზული ბიზნეს პროექტი ეროვნული ნაკრების კაპიტანმა აგვისტოს ომამდე წამოიწყო.
არსენალის მთაზე კალა კაპიტალს 80 ჰექტარზე ქალაქში უნდა აეშენებინა. $1.5 მილიარდ ინვესტიციის მოზიდვით აქ 25,000 ადამიანი უნდა დასაქმებულიყო. კალაძემ ეკონომიკის სამინისტროს მიწის საფასურის $9 მილიონი გადაუხადა. დარჩენილი თანხა 2008 წლის დეკემბრამდე უნდა დაფარულიყო. თუმცა აგვისტოს ომის გამო წარმოქმნილი ფორს-მაჟორის გამო მეგაპროექტი გაჩერდა. ბოლო 3 წლის მანძილზე კონფლიქტი სახელმწიფოსა და კალაძეს შორის სულ უფრო მწვავდებოდა. საბოლოოდ მთავრობა ტელეკომპანია იმედის საშუალებით კალაძეს საქართველოში არსებული ბიზნეს აქტივების ჩამორთმევით ღიად დაემუქრა. 2008 წლის შემდეგ კალა კაპიტალს ყოველდღიურად ერიცხება ჯარიმა, რომელმაც უკვე $7,860,000 მიაღწია. ყოველდღიურად Arsenal Developments ჯარიმის სახით ამ ნიჩაბიც არ არის დარტყმული $19,000 ჯარიმა ეკისრება. $19,000. საუბარია ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში, თუმცა ხედავთ რომ ეს არ არის არანაირი ილუზიური ინვესტიცია, ეს არის რეალური კომპანია, რომელსაც 700 მილიონის ინვესტიცია უნდა ჩაედო. აი აქ. ამჟამად 2008 წლის შემდეგ აქ არის ყველაფერი შეჩერებული. ჩვენ დავინტერესდით, რამდენი მსხვილი პროექტი არის გაჩერებული და დაკონსერვებული აგვისტოს ომის შემდეგ და როგორ მოახერხეს სახელმწიფოსთან საერთო ენის გამონახვა ინვესტორებმა, რომლებმაც აღებული მრავალმილიონიანი ვალდებულებები ან ნაწილობრივ შეასრულეს, ანაც საერთოდ არ შეუსრულებიათ. საჩუქარი ნომერ 1. ერთი ქარხანა დაშლილია და მოდის და გემზე დგას უკვე და 3 თვეში იქნება პირველი პროდუქციის გამოშვება თქვენს მიერ ამ ქარხანაში ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე. საბოლოო ჯამში 12 ქარხანა ჩამოგიტანეთ ქუთაისში. ქუთაისი ხდება ისევ ქალაქი ინდუსტრიის შენებელი. ეს 2009 წლის 6 აპრილია ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ქართული მხრიდან Georgian International Holding-ის სახელით ხელი მიხეილ თიგიშვილმა მოაწერა. ეგვიპტურ კომპანია Fresh კი ჰალილ იბრაგიმი წარმოადგენდა. ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია Fresh პირველ ეტაპზე ქუთაისში $1,200,000,000 ინვესტირება უნდა განეხორციელებინა. ძველი ავტოქარხნის ტერიტორიაზე 3-4 თვეში 12 ახალი ქარხანა უნდა გახსნილიყო. ერთი ქარხანა არის ეს აქედან ბოლო და მეორე გვერდზე იქეთ, მაგრამ იქეთ ჯერ მუთეველია, ჯერ არ არის ესე ეს ქართულ ბაზარზე ეგვიპტური კომპანია Fresh-ის შემოსვლიდან 2 წელი გავიდა. ძველი ავტოქარხნის ტერიტორიაზე 12 ქარხანა არ მუშაობს. ზონის ტერიტორია პრესისთვის დახურულია. ქართული მხრიდან კონტრაქტის ხელმომწერ მიხეილ თიგიშვილს კი არ აქვს ინფორმაცია რეალურად რა ვალდებულებები შესრულდა პრეზიდენტის პომპეზურად გახსნილ ინდუსტრიულ ზონაში. ჩვენ ინვესტორები ყო შემოყვანილი, სადაც საქართველოს მრავალ წერტილებში დავდივართ და ამ კვირის ბოლომდე მე ვიქნები ძალიან დაკავებული. ამჟამად აი რამდენი ქარხანა მუშაობს, რამდენი ადამიანია დასაქმებული, მოკლედ რომ ითხრათ თუ შეგიძლიათ. დამირეკეთ ხო მაშინ რა მე ამ ინფორმაციას შევაგროვებ და გეტყვით. მიხეილ თიგიშვილთან დაკავშირება ჩვენ მეორე და მესამე დღესაც ვსადეთ, თუმცა მან სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა. ინფორმაციის მიღება ქუთაისის ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც შევეცადეთ, თუმცა პრესასთან საუბარი არც მათი სურვეს. ორი სიტყვით რომ მითხრათ, არ შეიძლება? კომპანია Fresh 12,000-მდე ადგილობრივი უნდა დაესაქმებინა. ერთადერთ ქარხანაში, რომელიც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ფუნქციონირებს, ადგილობრივები დასაქმებულები მართლაც არიან, თუმცა მათი რიცხვი 300-ს არ აღემატება. ადგილობრივები არიან დასაქმებული? კი. რამდენი კაცი იქნებოდა? არ ვიცი, დაახლოებით 150 კაცი. რამდენი კაცი იქნებოდა? დაახლოებით მაგას ვერ გეტყვი, იქნება ალბათ 200-300-მდე, ზუსტად არ ვიცი, ახლა ვერ გეტყვი. ეგვიპტელი ინვესტორის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი ოპოზიციის პროტესტის საგანი. მათ ეს საკითხი საკრებულოს ხდომაზეც მრავალჯერ დასვეს, თუმცა უშედეგოდ. რეალურად ქუთაისისთვის ნამდვილად არ იგრძნობა ის მასშტაბური ინვესტიცია, არ იგრძნობა
არც დასასაქმებელი და დასაქმებული ადგილების მხრივ. არ იგრძნობა არც ქალაქის გამოცოცხლების კუთხით იმ მაღალი მასშტაბების ინვესტიცია, რასაც მოელოდნენ და რაც ამ ეტაპზე ნამდვილად არ ჩანს ქალაქში. რაც კი ბოლო პერიოდში გახმაურდა, რაც კი ბოლო პერიოდში ასეთი პიარით აღინიშნა, ყველაფერი იყო მხოლოდ და მხოლოდ საჩვენებელი, მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითი და მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის გათვლილი, რომ როგორი კარგი ხელისუფლება გყავთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის ქართულ ბაზარზე გამოჩენით თავს მმართველი გუნდი ჯერ კიდევ 2008 წელს იწონებდა. რაკინ დეველოპმენტს საქართველოში $1.5 მილიარდ ინვესტიცია 5 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა. 2009-2010 წლამდე უნდა აეშენებინეს სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი კომპლექსი დიღომში, სასტუმროები ტაბახმელაში, ბათუმში, გონიოში და ვარძიაში. არაფერი, სულ გასწორებულია მიწასთან, რომ უნდა დაიწყოს მშენებლობა. და როდის დაანგრიეს? ალბათ 2 წელია. ჯერ არ დაწყო. ჯერ არ. ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც რაკინ დეველოპმენტმა დათქმულ დროში არ შეასრულა, ეს ვარძიაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებაა. აქ არც საინფორმაციო აბრაა და არც ინფორმაცია აქვთ ადგილობრივებს, ვინ აშენებს და რას. დაწყებაც არ ვიცი და იმაზე რა გითხრათ, არ ვიცით. ხო უნდა დაწყებულიყო მე მგონი უკვე 2009-მდე. არ ფლობს ინფორმაციას. საკონტრაქტო ვადის გასვლის შემდეგ რაკინ დეველოპმენტ საქართველოს ხელისუფლებამ ვალდებულებების თარიღი ისე გადაუადა, რომ არც საურავის გადახდა დააკისრა და არც ქონების ჩამორთმევის საკითხი დაუყენებიათ. თუმცა რაკინი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები განსაზღვრულ დროში ვერ შეასრულა. სასტუმრო კემპინსკი თბილისელების პროტესტის მიუხედავად საქართველოს მთავრობამ დაბიჯგუფსა და კაპიტალ ვოსტოკს ყოფილი იმელის შენობაში ელიტური სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა 2008 წელს მისცა. პროექტის ღირებულება $100 მილიონ შეადგენდა. მას შემდეგ 3 წელი გავიდა. ნახევრად დანგრეული იმელი დღეს ასე გამოიყურება. სასტუმრო ჰაიატი, რომლის მშენებლობაც რესტორან არაგვის ყოფილ ტერიტორიაზე კომპანია Loyal Estates 2006 წელს უნდა დაეწყო. 2008 წლის ომის შემდეგ კომპანიას კრედიტის გამოყოფაზე უარი უთხრა ევროპის განვითარების ბანკმა. მას შემდეგ ამ ტერიტორიაზე სამუშაოები არ გაგრძელებულა. აქციონერებმა ტერიტორიის დიდი ნაწილიც გაყიდეს. მშენებლობაზე, რომელიც წესით უკვე დასრულებული უნდა იყოს, კვლავაც მიკრულია საინფორმაციო აბრა, რომ აქ მსოფლიოში ცნობილი სასტუმროთა ქსელი ჰაიატი შენდება. სოფლიო კლასის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ინტერკონტინენტალი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო. 2007 წელს ითქვა, რომ ახალ სასტუმროში 169 მაღალი კლასის ნომერი იქნებოდა, სამორინესთან, საცურაო აუზთან და რამდენიმე საკონფერენციო დარბაზთან ერთად. მშენებლობა არც აქ დაწყებულა. TBC ჯგუფმა ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში ლისის ტბაზე 350 ჰექტარი მიწის ფართობი 2007 წელს $182 მილიონ შეისყიდა. 2010 წლის ბოლომდე ლისის ტბაზე $30 მილიონი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. თუმცა მთავრობამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება TBC-ს რატომღაც ყველანაირი ჯარიმის გადახდის გარეშე გადაუვადა. უკვე დასრულებული უნდა იყოს დეზერტირების ბაზრის ყოფილი ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. თუმცა სამუშაოები არც აქ დაწყებულა. რომელიც დაიწყეთ იმ პირობებში, რომ არავის არ ძებოდა, რომ ამის აშენება კიდე შეიძლებოდა და მივიყვანეთ ბოლომდე და ამისათვის დიდი მადლობა და ასევე გაიგებთ.
მიუხედავად იმისა, რომ Silk Road ჯგუფს 2006 წელს აღებული ვალდებულებებიდან მხოლოდ ერთი აქვს შესრულებული, ამას ხელი არ შეუშლია პრეზიდენტისთვის ბიზნესმენთა დაჯილდოებაზე, კომპანიის დირექტორი სპეციალური პრიზით დაეჯილდოებია. Silk Road ჯგუფს 2010 წლამდე აჭარაში 21 ობიექტი უნდა აეშენებინა, თუმცა გასახსნელად ახლა მხოლოდ სასტუმრო Redisson-ს ამზადებენ. უნდა არჩეული იქნას ძალიან ისეთი ოქროს შუალედი. ერთის მხრივ თავისთავად ცხადია ყველა ინვესტორს დაუყავოთ, მოვეფეროთ, მობძანდი, მაგრამ ახლა მეორეს მხრივ თუ არ ასრულებ ვალდებულებებს, ჩვენც ხომ ოლიმპიური პრინციპი ხო არა გვაქვს, მთავარი მონაწილეობა. ჩვენ ველით რეალურ ინვესტიციას, იმიტომ რომ ინვესტიციას მოსდევს გარკვეული სამუშაო ადგილი, გარკვეული დასაქმება, ეკონომიკური ზრდა. ის რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არც ისე მარტივი საქმეა, როგორც ამას სხვადასხვა რეიტინგებით გვიმტკიცებენ ესტონელი ინვესტორებიც ადასტურებენ. ესტონურმა კომპანია Port Arthur Group-მა 2006 წელს რუსთავში 60 ჰექტარი მიწის ფართობი შეიძინა და იქ სამრეწველო ზონა უნდა გაეშენებინა. თუმცა მიმდინარე წლის აპრილში კომპანიამ საქართველო დატოვა. მიზეზად საქართველოს მთავრობასთან არსებული პრობლემები დასახელდა. იგივე მიზეზით გაჩერებულია ესტონელი ბიზნესმენის ურმან კრაუერის მიერ შეძენილი სასტუმრო ბაკურიანი, ხოლო ესტონეთის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდმა მოთამაშე ტომას ტოლმა საქართველოში ბიზნესის კეთება საერთოდ გადაიფიქრა. თუ კერძო სექტორში ერთი კომპანიისთვის დასაშვებია რაღაც და მეორე კომპანიისთვის არ არის დასაშვები, ეს ალბათ ხელოვნურ პრივილეგიებს ანიჭებს ერთს და მეორეს ხელოვნურად პრობლემებს უქმნის, რაც არ მგონია სწორი იყოს. ექსპერტები ქვეყანაში უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ შერჩევით სამართალზე საუბრობენ. ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახი კალაძეც ფიქრობს, რომ ის ხელისუფლებისთვის არასასურველ ბიზნესმენთა სიაში მოხვდა. სახელისუფლო მედიაში მის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი სწორედ ამ დამოკიდებულების შედეგია. კრიმინალები იღებენ გადაწყვეტილებას და მე ვფიქრობ კომენტარის გაკეთება ზედმეტ. ერთ დროს პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტი კახი კალაძე მისი ბიზნეს აქტივების დასაცავად ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს აპირებს. ქართულ სახელმწიფოსთან დავის სასამართლოში გადატანას მისი უცხოელი პარტნიორებიც გეგმავენ. ბოლო პერიოდში კალაძე ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა. საჯარო პროტესტი გამოთქვა მისი ახლო მეგობრის გიორგი დემეტრაძის გასამართლების გამო. პირველი უკმაყოფილება კი მართველი გუნდის მისამართით კახი კალაძემ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერთა რიგებიდან პირდაპირ ეთერში 2007 წელს გააკეთა. ყველაზე მეტად გეშინოდეთ იმ ხალხის, ვინც იძახის, რომ არა აქ უახლოესი გეგმები პრეზიდენტ გახდომის უნდათ იყონ ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი. ეს გამოუძიებელი საქმეები, გამოუძიებელი არა, მაგრამ კონკრეტულად მაინც არ იქნა გახსნილი, თუ გინდ გვირგვლიანის მკვლელობა შეიძლება ეს იყოს რა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ფარდა აიხდება მაინც ყველაფერს და ყველაფერი გაირკვევა რა. საქართველოს მთავრობას დღემდე გასაიდუმლოებული აქვს ინფორმაცია, რამდენ აფრიკელ ფერმერს დაპირდა მოქალაქეობას და რამდენ ჰექტარ მიწას მიიღებენ ბურები საქართველოში. ჩვენმა ჟურნალისტმა იმედა დარსალიამ ინტერვიუ ჩაწერა პირველ ბურთან, რომელმაც სამხრეთ აფრიკა დატოვა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ნახეთ ბურები საქართველოში და ქართველი ჩინოვნიკების სამხრეთ აფრიკაში, ლომებზე ნადირობის პროცესში. I'm going and I want to be a Georgian and I'll going for that. And try to at the end that there must be 1,000 or 2,000 South African farmers or businessmen in Georgia. ხელისუფლების მოლოდინი რომ პიტკემთან ერთად სამხრეთ აფრიკიდან ათეულობით ბური ფერმერი საქართველოში ჩამოვიდო და არ გამართლდა. ერთი წლის წინ დაწყებული სახელმწიფო პროექტი, რომელსაც სოფლის მეურნეობა უნდა გადაერჩინა, ჩავარდა. ერთადერთი ბური ფერმერი კი, ვინც საქართველოში მიწათმოქმედებითაა დაკავებული, ეს პიტკემპია, თუმცა მას არც მიწა უყიდია და არც ინვესტიცია ჩაუდია ქვეყანაში. პიტკემპი სართიჭალაში, კერძო კომპანია აგრომაქსში დასაქმდა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება რეალიზაციითაა დაკავებული. მას მინდორში სამუშაოდ გასვლამდე ფერმაში ვხვდებით, თუმცა მოუცლელობის გამო მხოლოდ მოკლე ინტერვიუზე გვთანხმდება.
try to get a story for him and my work is standing. ჟურნალისტები ყოველ კვირას მიერეკავენ და ინტერვიუს მთხოვენ. მე რომ ჩემი ისტორიების მოყოლა დავიწყო, ფერმაში საქმე გაფუჭდება. აქ ძალიან ბევრი საქმეა და ძალიან დაკავებული ვარ. ასე რომ ყველას უარს ვეუბნები. არ ვიცი ახლა რამდენი ბურია საქართველოში. სამხრეთ აფრიკიდან 7 ფერმერი იყო ჩემთან ჩამოსული ფერმების სანახავად. აქ ძალიან ბევრი საქმეა. ასე რომ უნდა დაგემშვიდობოთ, მაპატიეთ. ფერმერი პიტ კემპი უკვე საქართველოს მოქალაქეა, რითაც ამაყობს კიდეც. მას არ სურს იმ მიზეზებზე საუბარი, რის გამოც მისმა სამხრეთ აფრიკელმა კოლეგებმა საქართველოში ინვესტიციების ჩადებასა და მიწების ყიდვაზე თქვეს უარი. სამხრეთაფრიკელი ბურები საქართველოში პირველად 1 წლის წინ დიასპორის სამინისტროს ინიციატივით ჩამოვიდნენ. მაშინ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მთავრობამ უპრეცედენტო მიგრაციული პროექტი წამოიწყო. მიწათმოქმედებაში გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის სანაცვლოდ სამხრეთაფრიკელ თეთრკანიან ფერმერებს საქართველოში მიწებს თავაზობდნენ. საქართველოს მთავრობამ ბურებს 80,000 ჰექტარი შესთავაზა. კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი $40. საქართველოში ახალი ცხოვრების დაწყების იმედით ჩამოსულ ბურებს თავისუფალი მიწები ჯერ დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი აღმოსავლეთშიც დაათვალიერებინეს. გაუმართეს შეხვედრები მაღალი რანგის ჩინოვნიკებთანაც, დაწყებული პრეზიდენტით და მხარის გუბერნატორებით დამთავრებული. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მათ მიწების დაიწუნეს და სოფლის მეურნეობაში არსებული ტექნიკური პირობებიც. სამხრეთაფრიკელი ფერმერებისათვის მიმზიდველი არც დაბალი გადასახადებია. მიწის დასამუშავებლად მათთვის არც ტექნიკა შეუთავაზებიათ იმ მიზეზით, რომ თითოეული ფერმერი სამხრეთ აფრიკაში მიწის დამუშავებისათვის 3-4 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკას ფლობს და მის ჩამოტანას მოახერხებდა. აღნიშნული პროექტის დაუშვათ წარუმატებლობა თუ ჩავარდნა თუ დაუშვათ რაც გინდა დავარქვათ განაპირობა ალბათ იმ გარემოებამ, რომელიც დღეს არსებობს ჩვენს ქვეყანაში და კერძოდ სოფლის მეურნეობაში. ბურებმა ვერ დაინახეს საქართველოში თავიანთი პერსპექტივა და მით უმეტეს აქ ჩადებული მათი ინვესტიცია დავით თამარაშვილი საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტში სოფლის მეურნეობის პროგრამას კახეთის მიმართულებით კურირებს. ამბობს, რომ ბურების ჩამოსახლების პროექტი სახელმწიფომ თავიდანვე არასწორად დაგეგმა. ის რომ დაუშვათ დღეს ჩვენ ფერმერს სჭირდება დაუშვათ გაცილებით მაღალი დონის განათლება და პრაქტიკული უნარჩვევები, ამას ლაპარაკი არ ჭირდება რა. მაგრამ იმ კონტექსტში რომ ბური აჯობებს თუ ქართველი თუ აზერბაიჯანელი იქნება უფრო კონკურენტუნარიანი და ქართველია ვერა, აი ეს ამ კონტექსტში დაყენება არის უხერხული საერთოდ ხელისუფლების მხრიდანაც და მედიის მხრიდანაც და საზოგადოების მხრიდანაც. სოფლის მეურნეობაში არსებული რეალური პრობლემებისა და კიდევ იმის გასაგებად თუ რატომ არ მოეწონათ ბურებს ადგილობრივი მიწები თელავის რაიონში ადგილობრივებთან შესახვედრად ჩავდივართ. ჩანს რომ ამ სფეროში იმაზე მეტი პრობლემაა ვიდრე საჯაროდ ხელისუფლება საუბრობს. მე შრომა როგორ უნდა მასწავლოს კაცო, ვიღაცა როგორ უნდა მასწავლოს შრომა, განსაკუთრებით კახელ კაცს. არ არსებობს. ვერასდროს ვერ გასავლია. ხელი შეწყობა არა გვაქვს. საწვავი ძვირი ღირს ტექნიკა არა გვაქვს, რით უნდა მოუვაროთ იმ მიწას. ყველაზე მთავარი რაც არის, მიწას თუ ტექნიკა არ აქვს, რით დაამუშავოთ. აი ეგრე გდია ის მიწა. ვერ დამიმუშავებია და არაფერი ვერ ცივი დამიტესია, ვერ კაცო, ვერაფერი ვერ მიყონია. მე არა მაქვს საშუალება, კაცო. არა საშუალება იძულებული ხარ მიყირო იაფად მე ვიღაცა ფერმერი და ესე კუჩდება. არეში რო იყო ჩამოსული და ნახავი თო მოხდული რო იყო მიწები, ვისი მიწები ნახა სააკაშვილმა. განაგლეხებისა ნახა, ნახა ფერმერების მიწები რო მოხდული იყო. სააკაშვილს არაჩვენეს რომ დაუმუშავებელი მიწები რო იყო და ხალხი ვერ ახრავს და ვერ ათესავს გაჭირვების გულს. კახეთში ჩასულებმა დამუშავებულ მიწებთან ერთად ბევრი დაუმუშავებელი მიწაც ვნახეთ. შევხვდით სოფელ ნაფარეულის ცენტრში უსაქმოდ შეკრებილ ხალხსაც. აბა რა უნდა გავაკეთოთ აბა მითხარ. ეხლა ვენახე უნდა უკვე მეორე თავ წამლიდით, მაგრამ აბა გვირიაზე ვდგევართ, არა გვაქვს საშუალება. სოფელ ნაფარეულში გვეუბნებიან, რომ სახელმწიფოს მიერ დარიგებული ტრაქტორები მათ თვალით არ უნახავთ. მიწის დასამუშავებლად კი კერძო ტრაქტორებს თირაობენ. აბრამ მახარაშვილი ნაფარეულის რწმუნებულის მოადგილეა. ამბობს, რომ ტრაქტორები, რომელიც პრეზიდენტმა ჩამოიყვანა სოფლის მოსახლეობისათვის, შპს მეგობრობას ჩააბარეს. 1 ჰექტარი მიწის დამუშავებაში ადგილობრივები 20 ლარს იხდიან, 30 ლარი კი საწვავი ჯდება. ვასოფელში შეგვჭდება დაახლოებით 5-6 ადამიანი უკვე. მე ურეკავთ ამ ტექნიკას, მოდის და ახლა არის ფასიანია ეს. რამდენია გადასახადები?
20 ლარია. ახალი ტრაქტორები თუ გინახავთ ვინმეს ამ სოფელში? Perciò trattorebi რა გაიკვირვეთ ხალხო რა იყო რა არ ჩავერში რო არის ტრაქტორები განა უფულო თაკეთები 80 და 90 ლარი უნდა რომ მოგიხნას 20 ლარი უნდა ვაგერ მე მაშა 20 ლარი არა ის 90 ლარი უნდა რომ მოგიხნას კახეთში ჩამოსულებმა ბურების პროექტის ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი შევიტყვეთ. ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა კახეთში ჩამოყრილი ბურები სპეციალურად არამოყიერი მიწების სანახავად მიიყვანეს, რომ მიწები არ ეყიდათ. თუმცა ამ ვერსიაზე ადგილობრივი ჩინოვნიკები ხმამაღლა არ საუბრობენ, რადგან ამბობენ, რომ ბურების ჩამოსახლების პროექტი საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსის იდეაა. პირადი საუბრები ერთ-ერთი შეხვედრის დროს შედგა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, რომელმაც თქვა, რომ მათ აჩვენეს ბურებს ისეთი ყამირი მიწები, რომლებიც არ დამუშავდება და არ არის გამოსადეგი არაფერში. და პირადი საუბრები იყო კიდევ ერთ-ერთი ტრენინგის დროს ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა რაიონის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამბობენ, რომ თუ კი ადამიანები გააპროტესტებენ ბურების ჩამოსვლას კახეთში, ისინი შეიძლება არ მოვიდნენ იქ არ დადგნენ, მაგრამ რეალურად ხელს არ შეუშლიან ამ აქციებს. ბურების საქართველოში ჩამოსახლების პროექტი ჩავარდნის მიზეზების გასარკვევად თელავში ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეთ, თუმცა ადგილზე არავინ დაგვიხვდა. მოუცლელობის გამო სატელევიზიო კომენტარზე არც ამ პროექტის კურატორი კახეთში, გუბერნატორის მოადგილე პეტრე კიკნაძე დაგვრთანხმდა. ადგილობრივი მაღალჩინოსანი პროექტის ჩავარდნის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ სამხრეთ აფრიკელ არც ერთ ფერმერს რეგიონში ინვესტიცია არ ჩაუდია და არც მიწა უყიდია. კახეთიდან დაბრუნებულებმა ჩავარდნილი სახელმწიფო პროექტის შესახებ ამ პროექტის მთავარ ორგანიზატორებს შეკითხვით მაშინ მიმართეთ, როდესაც მერკურის ბიზნეს დაჯილდოვებაზე მისული დიასპორისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები წითელ ხალიჩაზე კამერების წინ პოზირებდნენ. ბურებთან დაკავშირებით რა ხდება? არ ვიცი. არაფერი ახლა არ ვიცი. რატომ შეჩერდეს? არ ვიცი. ეს არის პროგრამა პირველ რიგში. ეს ინვესტიციები რომელიც ხორციელდება და რომელიც გრძელდება. მინისტრებს დავით აიასა და კვეზერელს არც ახლა უცდიათ ერთი წლის წინ აპიარებული პროექტის საეჭვოდ მიჩუმათების მიზეზები და შედეგები საზოგადოებისათვის აეხსნათ. ამ პროექტის წარმატება-წარუმატებლობაზე უშუალო პასუხისმგებელი კიდევ ორი ადამიანია. მათგან ერთი მინისტრი დავით აიას მოადგილე ნიკა ავალიანია, რომელმაც უარი თქვა სატელევიზიო ინტერვიუზე. ის პროექტის ჩავარდნის ფაქტს არ ადასტურებს. სატელეფონო კომენტარში კი ამბობს, რომ ბურებს ნამდვილად არ მოეწონათ პირობები, რომელში მუშაობაც ქართველ გლეხებს უწევთ. ამ პროექტზე პასუხისმგებელი მეორე ადამიანი ჯუბა მარუაშვილია. სეფას ბიჭების ერთ-ერთი წევრი ახლა ორგანიზაცია სამხრეთ აფრიკელი ფერმერები საქართველოში ხელმძღვანელია. ქართული ტრადიციული კერძების პრეზიდენტთან ერთად დაგემოვნება, პირველ ლედისთან ერთად ყურძნის კრეფა, ლანო მერაბიშვილისათვის ხელის ჩამორთმევა და დიასპორის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად აფრიკაში ლომებზე ნადირობა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ბური ფერმერებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბურები ქართული ტრადიციებით და სტუმარ მასპინძლობით მოიხიბლნენ, თუმცა ამბობენ, რომ ქართველი მასპინძლებისაგან განსხვავებით საქმეში აჩქარება არ უყვართ. ფერმერებს, რომელთაც სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებასთან და მოსახლეობის ნაწილთან სერიოზული უთანხმოება აქვთ, არ სურთ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაშიც პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. საზოგადოებას კი სოფლის მეურნეობის დახმარების რეალური გზების მაგივრად კეიფსა და დროს ტარებაში, ასევე ბურების დახვედრა მასპინძლობა გაცილებაში გახარჯული ბიუჯეტი და მოკეიფე მინისტრების ფოტოებიღა შემორჩა. უცნობია რა თანხა დაუჯდა ბიუჯეტს ეს სიამოვნება. ხელისუფლება თავს ვალდებულად ართული საზოგადოებას ერთ დროს კარგად გაპიარებული პროექტის ხარჯები და ჩავარდნის მიზეზები აუხსნას.
პრეზიდენტის ყველაზე საყვარელი ჰობი გაფრენა ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება. ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია მართლაც შეუძლია თუ არა ფრინავ მიხეილ სააკაშვილის იმ ტრიუკების შესრულება ჰაერში, რასაც ნაციონალური ტელეარხებით ხშირად ვხედავთ. ზვიად ხელიძე მოგიყვებათ ნომერ 1 ბორტის, ნომერ 1 მგზავრის გატაცების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ 10 ახალ აეროპორტში აპირებს თავად დასვას თვითმფრინავი. სააკაშვილმა ასეთი პირობა ზუგდიდის აეროპორტის საფრენი ბილიკის გახსნისას დადო, სადაც მის მიერვე პილოტირებული თვითმფრინავით დაეშვა. ეს დასაწყისია მხოლოდ მარტო ჩვენიც 10 აეროდრომს ვაშენებთ საქართველოში. მე თავიდან დავპირდი ყველას, რომ ყველა აეროპორტს პირად მე გავხსით ხო, სპეციალურად ვისწავლე ამისთვის ამ თვითმფრინავის დარებაც. სააკაშვილი თვითმფრინავის შტურვალთან კამერების წინ მესამედ გამოჩნდა. თუმცა პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში პირველად ვიხილეთ მეორე მფრინავი, რომელიც ამერიკული წარმოების Cessna T-206H-ზე პრეზიდენტის პირადი ინსტრუქტორია. ეს არის აკუმულატორი, საიდანაც საბო მიეცემა. სპეციალისტთა აზრით, მფრინავ სააკაშვილთან ერთად Cessna-ს კაბინაში მეორე მფრინავის გამოჩენის მთავარი მიზანი იმის დემონსტრირება იყო, რომ ქვეყნის პირველი პირის უსაფრთხო ფრენა უზრუნველყოფილია, რადგან Cessna-ს მართვა სრულიად დუბლირებულია. თუმცა გაუგებარია, რით ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური, როდესაც სააკაშვილს რუსული საოკუპაციო ჯარების საზენიტო სარაკეტო კომპლექსის S-300-ის მოქმედების ზონაში ფრენის უფლება მისცა. მართვა მთლიანად დუბლირებულია. ინსტრუქტორებს ამ შემთხვევაში ის მისია ვაგესრია სწორედ რომ გამოვასწოროთ სტუდენტის მიერ დაშვებული შეცდომა. ჩვენც რა თქმა უნდა გვაქვს ჩარჩო, რომელშიც ჩვენ ვზივარ და რომლის იქითაც ჩვენ არ გავუშვებთ სტუდენტს. პრეზიდენტი თვითმფრინავის შტურვალთან პირველად 2010 წლის 1 სექტემბერს ბათუმის ცაში გამოჩნდა. იგივე Cessna ბათუმის აეროპორტიდან აფრინდა და ქალაქს შემოუფრინა. კადრებში მხოლოდ პრეზიდენტი და აჭარის მთავრობის მეთაური ჩანდნენ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ვიდეო კამერა პრეზიდენტს ისე იღებს, იქმნება შტაბ-ბეჭდილება, რომ მეორე მფრინავი თვითმფრინავში არ არის. იგივე შტაბ-ბეჭდილების შექმნას ცდილობენ მოგვიანებით ნაციონალური ტელეარხებიც. თვითმფრინავს პირადად პრეზიდენტი პილოტირებდა. ეს მისი პირველი ფრენა იყო. მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ტექნიკური მანევრით შეასრულა. დამოუკიდებელ მედია საშუალებებში მალევე გამოითქვა ეჭვი, რომ ეს ჩვეულებრივი დადგმული ფრენა იყო, სადაც მეორე მფრინავი კადრში პრეზიდენტის ახირების გამო არ მოხვდა. პეპელა, პრობლემა არ არის. მას ეყოლებოდა რა თქმა უნდა დუბლიური პილოტი, ხოლო რაც შეეხება იმ პერიოდში, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოება საკმაოდ მაღალი ხარისხის რისკები და გამოწვევები აქვს, ხოლო პოლიტიკური ხელმძღვანელობა პრეზიდენტს უშუალოდ კონცენტრირებულია მთლიანად თავის ხელში, ისევე როგორც სამხედრო იერარქიულ კიბეზე ფაქტურად ბრძოლის და ომის მართვა მხოლოდ უმაღლეს მთავარსარდალს შეუძლია, ამ პირობებში უმაღლესი მთავარსარდალი და ქვეყნის პრეზიდენტი თავის თავზე ესეთი ტიპის თავგადასავლებს არ უნდა ეძებდეს. საქართველოს პრეზიდენტმა საჯაროდ მხოლოდ 2010 წლის 29 ოქტომბერს აღიარა, რომ თვითმფრინავის მართვას სწავლობს. ცნობილი რუსი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის კითხვაზე სააკაშვილი პასუხობს: "ვსწავლობ აქ ბათუმში Cessna-ზე ინსტრუქტორთან ერთად, ზუსტად ხვალ მაქვს გაკვეთილი." ამ ინტერვიუდან დაახლოებით ერთ თვეში სააკაშვილი ისევ Cessna-ზე, ამჯერად მესტიის აეროპორტის გახსნაზე გამოჩნდა და დამხმარე პილოტის არსებობა უხალისოდ აღიარა. ჩემი ფრინავიც მიჯდა გვერდზე ყოველ შემთხვევაში რომ გართულებულიყო თუ რო აიღო რათა აიღო თვითმფრინავის დარება ხელში პრაქტიკულად თერგზა თავისუფლად გამოატარე მე თვითონაც მიუხედავად ჩემი გამოუცდელობისა და არც ძნელი აღმოჩნდა მესტიის პოვნა თემს შორის. ჯერ მესტიაში, შემდეგ კი ზუგდიდში სააკაშვილის ინსტრუქტორის გამოჩენა სავარაუდოდ კიდევ იმისთვის გახდა საჭირო, რომ გადაფარულიყო ის უხერხულობა, რომელსაც იწვევს საზოგადოებაში გაჩენილი შეკითხვა. აქვს თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის თვითმფრინავის მართვის ნებართვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღემდე არ გამოუქვეყნებია პრეზიდენტის მფრინავის მოწმობა, მისი სააღრიცხვო სერია ან სარეგისტრაციო ნომერი. დამწყები პილოტისთვის მფრინავი ინსტრუქტორის გვერდი ჯდომა თვითმფრინავის მართვის მოწმობის გარეშე კანონის დაურღვევლად ფრენის შესაძლებლობას იძლევა. ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს არც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და არც პრეზიდენტის პრესსამსახური. როგორ მიჩვენია ისი მაშინ ესეთი წერილი ძალიან ხშირად როდესაც ესე თქვენერის სტილის გადაცემიდან მოგვართავენ ხოლმე მოგვართავენ წერილობით. თუ შეგიძლიათ წერილობით გამომიგზავნე კითხვები. თვითმფრინავის მართვის მოწმობის ასაღებად შემსწავლელი კურსების გავლა საქართველოში რამდენიმე კომპანიაში შეიძლება. ერთ-ერთი მათგანი სერვისი არია, რომლის აეროდრომის ნატახტარშია განთავსებული.
კომპანიას რამდენიმე ტიპის საფრენი აპარატი ჰყავს, მათ შორის იმ თვითმფრინავის მსგავსი, რომელთაც პრეზიდენტი ახალი აეროპორტების გასახსნელად დაფრინავს. დამოუკიდებლად ფრინდებიან 12-15 საათზე. ეს რამდენია დღეებში 12-15 საათი ფრენის, მაგრამ დამოუკიდებულია ისევ სტუდენტზე, სტუდენტი რამდენად ინტენსიურად ივლის და იფრენს. სერვის ეირის სასწავლო საავიაციო ცენტრში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის მფრინავების მომზადების საფასური განსხვავებულია. მაგალითად, მოყვარული მფრინავის მოწმობის ასაღებად 7000 ევრო და 3 თვიანი თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსის გავლაა საჭირო. ის ავიასაშუალებები, რომელთა მართვის შესწავლად გსურთ, თავად ავიაკომპანიას ყავს და მათი შენახვა, მომსახურება და ფრენა სწავლების საფასურში შედის. ჩვენთან როდესაც ბრუნდება ფრინავი და უნდა სიტუაციაზე ქირით აიღოს თვითმფრინავი და გაისენოს და თავისთავად გამოცდილება უფრო გაიღრმავოს გამოცდილება და იფრინოს, რა თქმა უნდა, დიდი შესვენების შემთხვევაში ვამოწმებთ და ამის შემდეგ, მხოლოდ ამის შემდეგ უკვე ვანდობთ თვითმფრინავს. რა დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს პრეზიდენტ სააკაშვილის თვითმფრინავის მართვის სასწავლო კურსი უცნობია. ისევე როგორც ის რამდენხანს გააგრძელებს სააკაშვილის სწავლას. პრეზიდენტი პირადი ინსტრუქტორის მომსახურებით და სავარაუდოდ სწორედ ამ მიზნისთვის შეძენილი თვითმფრინავით თითქმის 1 წელიწადია სარგებლობს. Cessna T-206H უახლესი მოდიფიკაციისაა. მისი წარმოება ამერიკულმა Cessna Aircraft კომპანიამ 15 წლის წინ დაიწყო. თვითმფრინავის საბაზრო ღირებულება 9 მილიონიდან 650,000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საქართველოს სამოქალაქო თვითმფრინავების რეესტრის მონაცემებით Cessna T-206H საბორტე ნომრით 4LJAM ავიაკომპანია Georgian Airways ეკუთვნის. თუმცა ავიაკომპანიაში სუსტად არ იციან რეალურად ვისი კუთვნილებაა Cessna და რატომ ვარჯიშობს მასზე პრეზიდენტი. პრეზიდენტის თვითმფრინავთან დაკავშირებით კითხვა უნდა დაუსვო პრეზიდენტის ადმინისტრაციას ალბათ. აირძენა აქ რა შუაშია. არა მგონია. პრეზიდენტის ავიაპარკის ზრდის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გამხდარა საზოგადოების კრიტიკის მიზეზი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალ მთავრობას დარჩა საქართველოს რკინიგზის ყოფილი შეფის აკაკი ჩხაიძის მიერ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძისთვის დაბადების დღეზე ნაყიდი ფრანგული წარმოების დოფინი EU-155. ერთხანს სააკაშვილი ამ ვერტმფრენის აუქციონზე გაყიდვას ცდილობდა. თუმცა საბოლოოდ დღემდე ამ ვერტმფრენით სარგებლობს. კომპანია ევროკოპტერის ცნობით პრეზიდენტ სააკაშვილის დოფინი რეგულარულ შემოწმებას რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში ევროკოპტერის ავიაქარხანაში გადის. 2006 წელს ყოველგვარი ტენდერის გარეშე შეიძინეს კანადური წარმოების ბომბარდიერ ჩელენჯერი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით სახელმწიფოს 34 მილიონი დოლარი დაუჯდა. ახალი მემარჯვენეები ამტკიცებენ, რომ უკვე გადახდილია თანხის ნაწილი უახლესი Boeing 787 შესაძენად, რომლის ღირებულება 200 მილიონს აღემატება. არც მისი ღირებულება ვიცით, არც ის ვიცით რა წყაროებით შეიძინა, საკმაოდ სოლიდური თანხა რატო არ აისახა ბიუჯეტში, თუ ეს იყო სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რატო არ გამოცხადდა ტენდერი და თუ ეს მისი პირადი შენეძენია, რატო არ არის ასახული მის პირად დეკლარაციაში, მაგრამ ახალ მემარჯვენეებს ამჟამად გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, საკმაოდ სარწმუნო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ახალი თვითმფრინავის შეძენას აპირებს, Boeing-ის Jetta-ს ერთ-ერთი ბოლო მოდელის შეძენას აპირებს. 2004 წლის იანვარში, როცა სააკაშვილი მოსახლეობის 96%-ის მხარდაჭერით პრეზიდენტი გახდა, მისი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა სამთავრობო ავიარეისების გაუქმება იყო. ახალი პრეზიდენტი მთავრობის წევრებთან ერთად მოსკოვში, ბერლინში, ბრიუსელში, პარიზსა და ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით ჩვეულებრივი სამოქალაქო რეისებით გაფრინდა. მაშინ სააკაშვილი ამბობდა, რომ თითოეული ასეთი რეისი სახელმწიფო ბიუჯეტს 100,000-მდე დოლარის დაზოგვის საშუალებას აძლევდა. სააკაშვილის პირადი საჰაერო ფლოტილიის რიცხოვნობიდან გამომდინარე, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გარეთ თუ შიდა საპრეზიდენტო ავიარეისებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენი მილიონი დოლარი დაიხარჯება და კიდევ დაიხარჯება. პრეზიდენტის ყველაზე გამორჩეული ჰობი ხომ ფრენაა. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. სტუდია GNS-ი ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებად. კარგად ბრძანდებოდეთ.